სოფელ გურჯაანის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მობრძანებიდან 1 წელი შესრულდა. ეკლესიის წინამძღვარმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა პარაკლისი გადაიხადა. ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა ხატის შექმნისთვის, გაღებული შემოწირულობისთვის, ტაძრის მრევლსა და ემიგრანტებს მადლობა გადაუხადა. შესრულდა 1 წელი, რაც ჩვენი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა ჩვენ სამრევლოში, ჩვენს დედა ეკლესიაში, მრევლის შემოწირულობით, საზღვარგარეთმყოფების და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და საოცარი დიდი მადლი, სიხარული მოგვიტანა 2024 წლის 24 დეკემბერი თან ესე დაემთხვა, რომ იყო მართლმადიდებლობის ზეიმი, აღდგომის მარხვის პირველი კვირა და მართლაც ძალიან დიდი ზეიმი მოგვიწყო დედა ღვთისმშობელმა. ძალიან დიდი მადლი, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა სხოვს ებედრება, ძალიან ბევრს ძალიან დიდი შემწეობა უგრძნია და მადლობა უფალს და ძალიან გვეხმარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსწრაფ შემსმენელი ხატი ჩვენ სამრევლოს, რომ წარუმატებოდეთ ღვთისმადლით, ღვთისადიდებლად სულიერად და მე ყველას გილოცავთ და ჩვენ დღეს შევასრულეთ საბედრებელი და სამადლობელი პარაკლისი და ერთად შევთხოვეთ ჩვენ საქართველოს ქართველი ერის კეთილდღეობა და ერთსულოვნება. ძალიან დიდი ბედნიერებაა ეს ჩვენი ეპარქიისთვის, იმიტომ რომ უფალი გვაძლევს საშუალებას ესეთი სიწმინდეები გქონდეს ჩვენ, მაგრამ ასევე დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან სადაც არის ბევრი სიწმინდე, უფრო ბევრი განსაცდელია და რაც მეტი მიეცემა ადამიანს, უფრო მეტი მოეკითხება ღვთისაგან. აღსანიშნავია, რომ იმ მრევლიდან, რაც დღეს შეიკრიბა, უმეტესობა არის ახალგაზრდა თაობის, ეს ორმაგაც სასიხარულოა. და ალბათ სიმბოლური არის ამ ხატის მობრძანება, როცა დიდმარხვის პერიოდში მოხდა, ეს ალბათ სიმბოლოა, რომ ყველაზე დიდი მეოხი ქრისტეს წინაშე არის ღვთისმშობელი და რა ვიცი, ვთხოვოთ ღვთისმშობელს ჩვენი ქვეყნის პირველ რიგში სულიერი მენტალური გაჯანსაღება და რა ვიცი, ჩვენ რო ვეცდებით ამ ყველაფერს, ღვთისმშობელი არის მოწყალე დედა და შეგვეწევა და დაგვიფარავს მისი კალთით.